აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 2010 წელს ეგრეთწოდებული კოკაინის საქმეზე გასამართლებული პირების ოჯახის წევრები მსჯავრდებულების შეწყალებას მოითხოვენ. აცხადებენ, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია, მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებები კი დაუსაბუთებელი. ეს ადამიანები არიან პირადად ვანო მერაბიშვილის პატიმრები, იმიტომ რომ ეს საქმეები როგორც ენვერი, როგორც ჯაშუშების საქმე დაკავებული იყვნენ უმიზეზოდ, ყოველგვარი მტკიცებულებები ამ საქმეში არის გაყალბებული და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა უნდა მოახდინოს ამ საკითხის განხილვა და არ უნდა ხდებოდეს, რომ რაღაც შეწყალებები ხდებოდეს გარკვეულწილად მიკერძოებულად. ჩემი ძმა არ იყო დამნაშავე არაფერში და მუშაობდა ჯარტის ფირმაში, რომელიც მიიღებდა ჯაზს და აგზავნიდა და მაგას აძალებდნენ, რომ ეთქვა, რომ თქვი, რომ იყო მან ნარკოტიკი და იმიტომ მიუსაჯეს 30 წელი. და ვითხოვთ სამართლიანობას, რომელსაც ველოდებოდით ახალ ხელისუფლებისგან, მეც არაფერს, რომ ბატონო პრეზიდენტმა ნახოს კარგად ეს საქმე და შეიწყალოს ეს ადამიანები.